როგორც ჩანს, რეჟიმის წარმომადგენლებმა დაზუსტებით არ იცოდნენ, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან არ მივიდოდა, ამიტომ სრული მობილიზება გამოაცხადეს, ყველა დანაყოფი არის ადგილზე წარმოდგენილი და გარდა ამისა, პირველების კამერამ სულ რამდენიმე წუთის წინ გადაიღო ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, რომელიც ტრადიციულად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფება, ის საკუთარ ავტომობილშია ჯერჯერობით და სავარაუდოდ ელოდება ბრძანებების, ელოდება რა გეგმას შეიმუშავებენ და ამის შემდეგ უკვე გასცემს ბრძანება. საინტერესოა, რისთვის გამოიძახეს დღეს განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ხარება. გარდა ზვიად ხარაზიშვილისა, დღეს ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელი, ყველა მაღალჩინოსანი არის რუსთაველის გამზირზე. აქ არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. სრული მობილიზება აქვს დღეს ძალოვან უწყებას რუსთაველის გამზირზე გამოცხადებული, თუმცა მათი რეაგირება არ არის იმ დროს, როდესაც ეგრეთ წოდებული ტიტუშკების ჯგუფი უსწორდება ფიზიკურად სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. აქ არის ვაჟა სირაძეც, რომელიც ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, როდესაც ტიტუშკების ჯგუფის წარმომადგენლები მივიდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან, თუმცა ვაჟა სირაძე ვერ აკონკრეტებს რა რეაგირება მოახდინეს მათმა თანამშრომლებმა. პოლიციის მაღალჩინოსნები გასცემენ ადგილზე ბრძანებას, თავად ხელმძღვანელობენ ამ ღონისძიებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოს უკან სივრცე, ეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხედავთ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების განლაგებას და გარდა ამისა ხედავთ სპეციალურ ავტობუსებს, რომლითაც მოიყვანეს აქ თანამშრომლები და ასე ხდება ადგილზე ძალების მობილიზება და ძალების დამატება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ ამბობენ რა გეგმა აქვს დღეს ძალოვან უწყებას. ჩახსენით თქვენო საპატრულო პოლიციის პოლიცია გაწვიო და საწოლებს იცნევენ ბიჭები. და დააბრუნებთ ისე. ვანამდე. არა, იგივე რაოდენობა აღარ არის. არის შესაბამის რაც ვიყავით, უბრალოდ იგივე რაოდენობა ვართ. საწოლებს ჩაიცნევენ ბიჭები, ერთმანეთს ანაცვლებენ. ირაკლი კობახიძემ დაწერა, რომ აღარ მოვა და მაგიტომ ხომ არ ჩახსენით ეს ადამიანები. არიან პოლიციელები, ვინც ვიყავით, მეც აქაო ადგილზე და ვანაცვლებთ ერთმანეთს. თუ დავიცვათ უსაფრთხოება და შესაბამისად მოხდეს თითოეული. იმ ადამიანების უსაფრთხოებას რატომ არ იცავთ? ვინ ადამიანების? თან დგას, იმიტომ რომ იქ ბევრჯერ მივიდნენ ტიტუშკები, მათ შორის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. მოდი ეს მაშინ ესეთ გეტყვით, რაც იყო მან გარკვეული ინციდენტების სიტყვიერი დაძაბულობის პოლიცია ჩაერთო. რასახის რეაგირება მოახდინეთ? თქვა, ჩემი კოლეგები არიან ქვემოთ და ახლაც ჭუბია. მივა პოლიცია და განმოხდა სიტუაციას. თუ რატომ ჩახსენით ეს ჯგუფები? პრემიერის განცხადება ნახეთ, რომ არ მოვა? არ ჩაგვიხსნია ხალხს. როტაცია? გოცედი რა მუშაობ. საწუმრები უნდა ჩააცვათ, თუ რატომ ჩახსენით, ბატონო ილია? ირაკლი კობახიძემ დაწერა, რომ აღარ მოვა და ამიტომ წაიყვანეთ ეს ადამიანები. რაოდენობის შესაბამისად მოიხსნა ჯგუფები. იგივე რაოდენობის აქციის მონაწილეები არიან, რა რაოდენობაც იყო და თქვენ თანამშრომლობის ეს რაოდენობა იყო რამდენიმე საათის წინ. და ახლა რა დავალება მიიღეთ? არაფერი მარიამ გვაცადი რა მუშაობ. რატომ ჩახსენით ჯგუფები, შეგიძლიათ მითხრათ? კობახიძის განცხადების შემდეგ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ პოლიცია აღარ არის საჭირო, რომ რახან ირაკლი კობახიძე არ მოვა? ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელი არის ადგილზე, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსთან პირველების კამერამ სულ რამდენიმე საათის წინ გადაიღო თბილისში ახლად გადმოყვანილი ლაშა გოგნიაშვილი, პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც სანქცირებული ვახო გომელაურის ბრძანების შემდეგ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ლაშა გოგნიაშვილი ამბობს, რომ ადგილზე არის იმ რაოდენობის სამართალდამცველი, რა რაოდენობაც არის საჭირო და პოლიციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თუ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და აქციაზე მყოფი მოქალაქეები არ გაცდებიან გამოხატვის ნორმებს, პოლიციას არ ექნება არანაირი რეაგირება, თუმცა ჩვენ ვხედავთ ორ სურათს, როდესაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები არიან გმირთა მემორიალთან და ცდილობენ საკუთარი პროტესტის ხმა მთელმა საქართველომ გაიგოს და არიან ძალიან მშვიდად და ამავდროულად ვხედავთ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ტიტუშკების ჯგუფი, როგორ მოდის ადგილზე და როგორ ცდილობს პროვოკაციას, სწორედ ამ პროვოკაციებზე უნდა ჰქონდეს ძალოვან უწყებას რეაგირება, თუმცა ყველა ჯერზე ვხედავთ, რომ პოლიცია არის უმოქმედო. მისცემთ ამ ადამიანებს უფლებას, რომ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში აქ მემორიალთან. ჩვენ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. რა გეგმა გაქვთ? ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს გეგმას ნიშნავს. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ
ყველა მივიდეს მემორიალ. ეს ადამიანები არიან იქ მემორიალთან აქვთ პროტესტი და ამიტომ გეკითხებით თუ დარჩებიან ერთი და იგივე კითხვას ვისვავ და გეუბნებით რომ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. სხვა ახლა როგორ გესაუბრებთ? საზოგადოებრივი წესრიგი რაში ირღვევა? პროტესტი მიმდინარეობს იქ ხო აქვთ ამ ადამიანებს უფლება რომ იქ იყვნენ გამოხატონ საკუთარი ვინმე რამეს ეუბნება? ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. დატოვებთ ამ ადამიანებს აქ თქო თუ გაიყვანთ როდესაც ისინი მოვლენ აი როგორც ნაძვის ხეზე იყო მაგალითად პოლიციამ კორდონი რომ გააკეთა და არ ვიცი ნაძვის ხეზე რა იყო. არ იყავით თქვენ ამ დროს აქ ჩამოსული ხო? პირველების მაყურებელს ჩვენ კადრში ვაჩვენეთ რა ვითარება იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზასთან, თუმცა რამდენიმე წამის წინ მიიღეს ბრძანება და აქ ჩაეხსნა უკვე კრიმინალური პოლიციის ყველა თანამშრომელი. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ხარება კი იგივე ზვიად ხარაზიშვილი რჩება ამ ბაზაზე, ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც სპეცრაზმელები არიან მობილიზებული, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთან რჩება მცირე რაოდენობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ადგილზე რჩებიან პოლიციის მაღალჩინოსნები და სავარაუდოდ ელოდებიან გეგმას და ელოდებიან ბრძანებებს, რა უნდა მოიმოქმედოს ზალოვანმა უწყება.